1975 წელს თბილისში. ქალაქში, სადაც წელიწადის დროების სურნელი და ქუჩების ხმაური მისი ბავშვობის მუსიკად იქცა. განათლება ნიჭიერთა აწლეთში მიიღო, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც გული და სული მუსიკას მიუძღვნა. 2000 წელი მისი ცხოვრების გარდამტეხი წერტილი გახდა. ერთ დღეს, როცა მთელი გული საქართველოში რჩებოდა და განსაკუთრებით მისი 3 წლის შვილი დადოვა სამშობლო და ამერიკაში გაემგზავრა, ქვეყანაში, რომელიც მაშინ თითქოს იმედის სიმბოლოდ ექცა. მისი გზები არ იყო სწორი და მარტივი, საბუთების გარეშე მუშაობა უწევდა ყველანაირ სამსახურში. მისი პროფესია, რომელშიც წლების სული ჩადო, იქ არავის აინტერესებდა. მისთვის ეს იყო ბრძოლა, რომელსაც სიყვარული და მიზანი მართავდა. წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით შექმნა ბიზნესმენები, ჰქონდა რესტორანი, კაფე, ფრანგული პლითების მცირე ბიზნესი. 8 წლის შემდეგ შეძლო და შვილისთან წაიყვანა. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. შემდეგ მიიღო ფარმაცევტის განათლება და დღეს წარმატებული აფთიაქების ქსელის ერთ-ერთ ფრენჩაიზის მფლობელია. ოჯახთან ერთად წარმატებით მართავს ამ ბიზნესს. ყველაზე დიდი გამარჯვება კი ის არის, რომ დღეს მისი ოჯახი უსაყვარლესი შვილიშვილი ბიბიელი მასთან არის. მისი ცხოვრების მთავარი ღირებულება მხოლოდ პირადი წარმატება კი არა, არამედ სხვების დახმარება. ქველმოქმედება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. გულით აკეთებს სიკეთეს და სჯერა, რომ გაზიარებული სითბო ყველაზე დიდ ძალას ქმნის. ქალბატონი მონიკა კერესელიძე. ორი კოლეგა უკვე გამოვიდა ჩემი. ბატონო არჩილ, მე თქვენ კარგად გიცნობთ და გილოცავთ. მრავალ დაესწარით ასეთი ჯილდოებით გეხარებიოთ ოჯახი და საკუთარი ბედნიერება 120 წლამდე, როგორც სიტყვიან იერუსალიმში მენახეთ ბედნიერი. ასევე ჟურნალისტს მიულოცავ და რა თქმა უნდა მოგილოცავთ თქვენ ქალბატონო მონიკა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს ჯილდოს გადმოცემა. ქალბატონო ინა, მე ვიცი დიასპორასთან მიმუშავია ძალიან დიდხანს და ვიცი რა ძნელია მარგალიტებად გაბნეული სხვადასხვა ქვეყანაში ქართველების ძიება. ამას უნდა ყვინთვა ძალიან ღრმა წლებში და ძალიან ძნელია ასეთი ხალხის პოვნა და მე ეხა უყურებ, უკვე რამდენჯერმე ვიყავი მე თქვენს ღონისძიებაზე, თბილისში ვიყავი, განსაკუთრებით ძალიან კარგი ღონისძიება იყო და ხედავ, რომ თქვენ ღირსეულ, ნამდვილად ღირსეულ ადამიანებს ეძებთ და გამოვყავთ სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცით საშუალება ესეთი პიროვნება დავაჯილდოთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ქართულ დიასპორას, ჩვენ სპონსორებს, ქალბატონ ინა ასანიძეს ასეთი ლამაზი საღამოსთვის. ყველა ნომინანტს ულოცავთ დღევანდელ დღეს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან აქ ყოფნა. კიდევ ერთხელ გიგიცნობთ და ერთ-ერთი სანაცვლოდ გავაცილებ, რომ ქალბატონმა ალბათ გამეცნდება, რატო თქვიო, მაგრამ უნდა თქვა. როცა ჩვენ მის ბიოგრაფიას ვკითხულობდით, ხაზი გაესვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მისი თავარი არსი ცხოვრების არის ქველმოქმედება და როცა გაიგო აქ ჩამოდიოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არის, მან გადაწყვიტა მისივე სურვილით ჩვენი დღევანდელი ნომინანტებში ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტის ხარჯები თავის თავზე აიღო სრულად და ასევე რა თქმა უნდა ქველმოქმედებით ჩამოვიდა. მადლობა.